ქალაქში არსებული შენობების უსახური ფასადები უნდა შეიცვალოს. ახალი შენობების მიღმა გვრჩება ბარაკის ტიპის დასახლება, რაც მიუღებელია. აღნიშნა დღეს ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა არქიტექტორებთან შეხვედრაზე. გიორგი ერმაკოვმა არქიტექტორებს ქალაქის დაგეგმარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვის და პროფესიული რჩევების გაზიარება სთხოვა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საჭიროა ქალაქში არსებობდეს ადგილობრივი არქიტექტორთა საბჭო, რომელიც უცხოურ პროექტებში იქნება ჩართული. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ასევე საჭიროა არქიტექტორებმა ცენტრალურ უბნებთან ერთად ქალაქის პერიფერიების განვითარებაზეც იზრუნონ. არქიტექტორებმა დღეს საკუთარი მოსაზრებები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და ძველ ბათუმში მაღლივ კორპუსებთან დაკავშირებითაც გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ შენობების ნაწილი ქალაქს არ შეესაბამება. ძველ უბანში ყველაზე დამახასიათებელია სართულიანობა, სტილების სიჭრელე, ყველაზე ნაბოლოს აი ქალაქის ცენტრი. არის ბევრი ნიმუშები უგემოვნების, არაპროფესიონალიზმის და ბოლო წლებში ქალაქი ბათუმი განსაკუთრებით საპრესტიჟო ზოლი გარკვეულ საცდელ პოლიგონად გახდა. მე ყველა სახლზე არ მაქვს საკუთარი თუ არის რაღაც რამოდენიმე სახლი, ეს ხდებოდა სწორედ იმიტომ, რომ ნაკლებად იყო ჩართული თვითონ არქიტექტურები და არქიტექტურული საზოგადოება ამ თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში. საუბარი ძირითადად მაინც ადრე აშენებულ შეიძლება იზაგოთ ყველაფერი და გამოკვირვებული ასაკურებები ბიუჯეტზე, იმიტომ ეს გარკვეულ თანხებთან იქნება დაკავშირებული და ალბათ იგივე არქიტექტურულ საზოგადოებასთან შეთანხმებით ამ თუ იმ სახლის იერსახის შეცვლა თუ მოხდა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ეს მერია მიიღებს. პირველადი ნებართვების მიღება, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოებს ძალიან არასწორად. ამიტომ უნდა გადავიდეთ ელექტრონულ სისტემაზე, ეს იქნება ერთი პანჯრის პრინციპი. ანუ პირველადი ნებართვა, რომელიც მისაღებია კანონითაც განსაზღვრულია, უნდა იყოს ელექტრონული. შემდგომ ჯელობა გვაქვს არქიტექტურულ პროექტებს. ის თავისთავად გარკვეულ დროს საჭიროებს, მაგრამ პროცედურა თვითონ უნდა იყოს სწრაფი, მოქნილი და რაც ყველაზე მთავარია, თანასწორი ყველასათვის.